ჩვენ წეღან ვისაუბრეთ, რომ პირველ ნაწილში ეკლესია არის ღვთაებრივი, მოწყობილი არის იგი თავად ღმერთის მიერ, უფალმა თავისი მარჯვენით დაადგინა წმინდა მასხონებელი ეკლესია და ვთქვით, რომ სამი რამ, რის გამოც ადამიანი, ქრისტიანი, მართლმადიდებელი მადლობს ღმერთს. პირველი ის არის ქრისტიანი და არა წარმართი. მეორე ის არის მართლმადიდებელი და სხვა რელიგიის და რწმენის მიმდევარი და მესამეზე გავჩერდით. მესამე რა არის, რის გამოც ჩვენ უნდა ღმერთს მადლობდეთ. როგორც ჩანს, მრევლის დიდ ნაწილს ეს არ აინტერესებს. ჩვენი ეს საუბარი, იმიტომ რომ დაცლილია ტაძარი. წეღან ბევრი იყავით. წირვის დროს ტაძარი სავსე იყო და ყველა ამ ნათქვამს უსმენდა. და აი რა არის მესამე ჩვენი სამადლობელი ღვთის მიმართ? მათ გამორჩათ, არ მოისმინეს. ამიტომ თქვენ უნთხარით, ვინც ტაძარში ხართ, ამ ადამიანებს, რომ ეს მესამე სამადლობელი ჩვენი რა არის ღვთის მიმართ. რწმენა ეს ცხოვრების წესია. ჩვენ რწმენით უნდა ვიცხოვროთ. თუ ცხოვრება რწმენას არ ეთანხმება, ასეთი რწმენა მკვდარია და სრულიად გამოუსადეგარი. რა ისარგებელარს ძმანო-ჩემნო, უკვე თუ ვინმე თქვას სარწმუნოება მაქვს და საქმენი არ აქონდეს. ნუ ძალუძს მია სარწმუნოებასა ხოლო ცხოვრებად მისა. რამე თუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკვდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს. და მასხოვარი ბრძანებს. არა ყოველმან, რომელმან მხას მე უფალო, შევიდეს იგი სასუფეველ სათასა, არა რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ცეცათასა. იოანე ოქროპირი ბრძანებს. აქ ღმერთს უნდა იმაზე მიგვითითოს, რომ რწმენა საქმის გარეშე სრულიად უძლურია. ესე იგი, რწმენა საქმის გარეშე მხოლოდ გვამია რწმენისა და არაფრის ქმნა არ ძალუძს. და ადამიანი მორწმუნე, რომელიც ქრისტიანულად არ ცხოვრობს, საუკუნო ცხოვრებით დაიმედდება. ამისათვის ჭეშმარიტი რწმენა და კეთილი ცხოვრებაა საჭირო. ადამიანს ამ ორით შეუძლია ცხონდეს. ამ ორი ფრთის დახმარებით შეძლებს აფრინდეს სამოთხეში. ჩვენ დავინახეთ, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანთა რწმენა. ახლა ვნახოთ, როგორია მათი ცხოვრება. ქრისტიანული რწმენა თავის სამსოში, გავრცობასა და დამტკიცებაში სრულიად ღვთაებრივია. როგორც სწავლება თლად ჭეშმარიტებაა, როგორც ჟული თლად სიწმინდეა. მაგრამ თანამედროვე ქრისტიანული ცხოვრება როგორია? ამის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. აქ ცრემლებია საჭირო, რათა ის დავიტირო. ჩვენ ვიცით, რას აღნიშნავდა ის კერპი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა სიზმრად იხილა. ჩვენ ამის შესახებ მითითება გვაქვს წმინდა წერილში. შენ მეფეო ხედავდი, აჰა ხატი, რომლისა თავი ოქროისა წმინდისა, ხელნი და მკერდი და მკლავნი მისნი ვერცხლისა, მუცელი და თეზონი რვალისა. მერწმუნეთ
ქრისტიანთა ცხოვრებისა და ქცევის ჭეშმარიტ სახე სწორედ ეს კერპია. კერპის თავი სუფთა ოქროთი იყო ნაკეთები. პირველი საუკუნის ქრისტიანებიც თავიანთ სათნოებებით და სიწმინდით ოქროს გავდნენ. ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები, იპოდიაკვნები, სტიქაროსნები, მონაზვნები და საერთოდ ყველა კლირიკოსი თავისი კეთილი ცხოვრებითა და მაგალითით, სწავლებითა და ზნით, სხეულითა და სულით იყვნენ ვითარცა სუფთა ოქრო. ისინი ყველანი ბრწყინავდნენ, როგორც შუქი ჭეშმარიტებისა, თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ამის შესაბამისად, ერისკაცნიც სუფთა ოქროსნი იყვნენ. მამანი სიკეთით, დედანი კრძალულებით, ხრცოვანი კეთილი განჟით, ჭაბუკნი უბიწოებით, ბავშვები უბრალოებით. ქრისტიანები თავიანთი გონებით ოქროსნი ზეციურისა და სულიერის გარდა სხვა არაფერზე ფიქრობდნენ. ისინი დროს არ ამოყვასეს ფუჭ განკითხვაში, არამედ ღვთისადმი გალობაში ატარებდნენ. თავიანთი ოქროს ხელებით არ ძარცვავდნენ, არამედ საკუთარს გასცემდნენ. ოქრო გულიანებს მხოლოდ ღმერთი და მოყვასი უყვარდათ. ღვთის სიყვარულით მუდამ მზად იყვნენ. სისხლი მოწამეობრივად დაეღვარათ. მოყვასის სიყვარულში ყველას თითქოს და ერთი გული და სული ჰქონდა. სუფთა ოქროთი ნაკეთები თავი ეს სათნო, წმინდა და ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან. შემდეგ მოდის ვერცხლის მკერდი. ღირებულება მიკლო. ვერცხლიც ძვირფასია, მაგრამ არა ისეთი, როგორც სუფთა ოქრო. დროთა მსვლელობაში ის სარწმუნოებრივი აღმაფრენა ჩაქრა. შემცირდა სათნოება. ქრისტიანთა ცხოვრება კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორც პირველ ხანებში. ამას მოყვება რვალის მუცელი. ქრისტიანთა ცხოვრება გაუარესდა. გავრცელდა სასტიკი და მკაცრი ზნე, მაგრამ თუმცა ბრინჯაო, ოქროსა და ვერცხლს არ მიედრება, მაგრამ მაინც რაღაცა ღირს. ქრისტიანებიც ასევე, თუმცა პირველი და მეორე პერიოდის ქრისტიანებს არ გავდნენ, მაინც სრულიად უხმარნი არ იყვნენ. ისინი არ იყვნენ სრულყოფილნი, მაგრამ არც არარაობანი იყვნენ. მრავალ წინასწარმეტყველს შორის შესაძლებელი იყო თუნდაც ერთი სათნოების პოვნა. ჩვენ კერპის ქვედა ნაწილამდე ფეხებამდე ჩავედით, რომელთამე უკვე რკინისა და კერძოითა კეცისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი სავალალო მდგომარეობამდე მივდივართ, რომელზე დაბლას უაღრეს ვერაფერს ვიპოვით. ჩვენ ნაწილობრივ რკინავს ვგავართ, ნაწილობრივ თიხას, როგორც რკინა სათნოებათა ბრწყინვალების გარეშე ვართ, უმეცრებაში დავიჟანგეთ და ცოდვაში გავმტკიცდით. ჩვენი ზნე თიხას გავს. საქმენი ბინძური, ბილწი გვაქვს. ჩვენმა ბოროტებამ, უკიდურესობამ მიაღწია. ჩვენი რწმენა ქრისტიანულია, ცხოვრება წარმართული. მე ამას თვალნათლივ წარმოგიდგენთ. შუადღე იდგა, როცა დიოგენემ თავისი ფანარი აანთო და თითქოს რაღაცას ეძებსო, ათენის მოედანზე სიარული დაიწყო. ვინც ხედავდა, სიცილით ეკითხებოდა, რას ეძებდა იგი? ადამიანს, პასუხობდა დიოგენე. რამოდმის კაცს ეძებ, დიოგენე? ადამიანები ორი მოდგომისანი არიან. არიან ისეთები, რომლებსაც მხოლოდ შესახედაობა აქვს ადამიანისა. ესენი მხოლოდ გარეგნულად არიან ადამიანები. ასეთები არიან გვამები,
გამოსახულებები და კერპები. შინაგანად კი სრულიად არ გამოუსადეგარნი არიან. და თავიანთი ვნებებითა და უმახნისობით უგონო პირის გავანან. ასეც ბევრს ხედავდა დიოგენე, მაგრამ მას ასეთი არ სჭირდებოდა. არიან ისეთებიც, რომლებსაც ადამიანურ შესახედაობასთან ერთად აქვს ადამიანურის გონებაც. სათნოებებში, შინაგან წადილსა და გარეგნულ ქმედებაში ყველანი გონიერნი, სათნო, ჭეშმარიტი ადამიანები არიან. იმ ხალხ ადენში ასეთ კაცს ეძებდა დიოგენე და ვერ პოულობდა. ვეძებ ადამიანს. შედარება მიმძიმს, მაგრამ სიმართლის თქმა საჭიროა. იმ დროს, როცა მართლმადიდებლობა შუადღის მზესავით ანათებს, სახარებისეული ქადაგების ჩიდაღდანს ვანთებთ, ქრისტიანებით სავსე ეკლესიაში მივდივართ, დავეძებთ ქრისტიანს ვეძებთ. ეს როგორ? განა ქრისტიანები არ არიან ისინი, ვინც აქ იქ ქალაქებში, ციხესიმაგრეებში, ოლქებში, სამეფოებში, სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილებში ხედავთ. ორი მოდგმის ქრისტიანები არსებობენ. ერთნი ამ სახელს მხოლოდ ატარებენ, გარეგნულად არიან ქრისტიანები, როგორც ამბობს პავლე მოციქული, მხოლოდ სახელი აქვს ჭეშმარიტებისა. შიგნით კი ცრუ საქმეები. მათ ქრისტიანული მხოლოდ რწმენა აქვთ, მაგრამ არა ცხოვრება. მათი ცხოვრება რწმენის საპირისპიროა. აქონდეს ხატი ღმრთისა, მსახურებისაი და ძალსა მისა უარყოფდნენ. ასეთებიდან არავინ მჭირდება, მაგრამ არიან ქრისტიანები, რომლებსაც სახელის გარდა საქმეებიც აქვთ. სათნო ცხოვრებას რწმენასთან აერთებენ და ყოველ მხრივ მართლმადიდებლობენ. ჭეშმარიტად ქრისტიანები არიან. მე ადგილიდან ადგილზე გადავდივარ, რათა ის ვიპოვო ვეძებ მოედნებზე ხელისუფალთა შორის, მაგრამ მხოლოდ პატივმოყვარე თვითდაჯერებულობას ვხედავ. არცადაა ქრისტიანი. მას ვეძებ ბაზარში, მოვაჭრეებს შორის, მაგრამ მხოლოდ გაუმაზღარ სიხარბეს ვხედავ. არცადაა ქრისტიანი. ვეძებ მას ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის და უკიდურეს გარყვნილებას ვხედავ. ასევე ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებში მკვლელობას, გაუტანლობას, დაცინვას, შეურაცხყოფას, ერთმანეთის შაგვრას. არცადაა ქრისტიანი. გავდივარ ქალაქიდან და სოფლებში ვეძებ, მაგრამ აქ მთელი ქვეყნიერების სიცრუეს პოულობ. არცადაა ქრისტიანი. სხვას გადავცურავ და მას მეზღვაურებს შორის ვეძებ, მაგრამ აქ მხოლოდ საშინელი გინებას ვისმენ. არცადაა ქრისტიანი. ჯარს მოვივლი და ვეძებ მას ჯარისკაცებს შორის, მაგრამ უკიდურეს აღვირახსნილობას ვხედავ. არცადაა ქრისტიანი. სახლებში შევდივარ და ქრისტიან ქალებს შორის ვეძებ და რას ვხედავ? გათხოვილები ქმნებს შორდებიან და მემრუშეებთან ხიარულობენ. გასათხოვარნი ცოდვებში ცხოვრობენ. პატიოსან ქალებსაც ხედავ, რომლებსაც ჩაცმულობისა და ამოების გარდა არაფერი აინტერესებთ. ერთი ქრისტიანი ქალიც არსადაა, მინდოდა წარშინებულთა და ძლიერთა ამ სოფლისათა შესულიყავი სახლებში, რათა მენახა, იქ ხომ არ არის ქრისტიანი, მაგრამ ვერ ბედავ. მეშინია იქ პირმოთნეობა დარაჯა დგას და ჭეშმარიტებას შეღწევას არ ანებებს. ხოი რწმენის დიდო შებილწვალ, ხოი
ქრისტიანთა უდიდესო განკითხვა. განარ გითხარით, რომ ჩვენ ცუდ მდგომარეობამდე მივედით, რომ კერპის ფეხებამდე ჩავაღწიეთ, რომლებიც ნაწილობრივ რკინისაა, ნაწილობრივ თიხისა. განარ გითხარით, რომ ამდენ ქრისტიან შორის ვეძებ და ვერც ერთს პოულობ. ყოველთა მიაქციეს ერთმამად, თუ უხმარ იქმნეს, არავინ არც მიერთამდე. კლირიკოსები, ანუ სტიქაროსნები და ერისკაცნი, თავადები და ღარიბები, კაცები, ქალები და ბავშვები, ჭაბუკები და მოხუცები, ყველა განიდრიკა წმინისაგან. უხმარი ცხოვრება დაიწყეს. ერთიც არ არის ისეთი წმინით რომ ცხოვრობდეს, ქრისტიანო, რომლებიც უცრებლოდ მისმენთ, თუ კი შემოსრულებისაგან ტირით, ტირილი არ სურთ, სირცხვილით მაინც იტირეთ. მე კი საშინელება მიპყრობს. გულის ტკივილი ჩემს ბაგეს სიტყვის დასრულებას არ აცდის. ამით დავდუმდები, ქრისტიანო, თუ კი შენი ცხოვრება არ იქნება ისეთივე კეთილი და წმინდა, როგორც შენი რწმენაა ცხონებას ნუ მოელი. უნდა იცხოვრო წმენით და ღმერთს სამი გარემოებისთვის ემადლიერო. პირველი, რომ ქრისტიანი ხარ და არა ურწმუნო. მეორე, რომ მართლმადიდებელი ხარ და არა ერეტიკოსი. მესამე, რომ მართლმადიდებელი ხარ არა მხოლოდ რწმენით, არამედ ცხოვრებითაც. მხოლოდ მაშინ გექნება იმედი, რომ ცხონდები და დასასრულებელს მიაღწევ. ამინ. აი ჩვენი მართალი რწმენა, რომელიც ჩვენ ხელთ გვიპყრია, რომელიც ღვთაებრივია, არის მართლმადიდებლური. და თუ შენ აი ამ რწმენას საქმეებით არ ამტკიცებ, მას შეურაცხყოფ შენს რწმენას. თუ შენ ქრისტიანი, როგორც ითქვა, ხელისუფალი, მღვდელი, ეპისკოპოსი, სტიქაროსანი, ახალგაზრდა, ჭაბუკი, მოხუცებული, ცხოვრობ როგორც წარმართი. შენ აბრკოლებ სხვა ადამიანს. ნახეთ, 12 სხვარი მიდის გლების, ლომების და ურჩხულების ხროვაში და იმარჯვებს რითი რწმენით და თავიანთი საქმეებით. როცა ქრისტიანი კაცი ადრე ცხოვრობდა, მას ხმარომ არ მოიღო, ის სხვისი მომაქცეველი იყო, მისი საქმეები. და ჩვენ დღეს პირიქით სხვებს ვაბრკოლებთ. ამიტომ უნდა ადამიანი გამოფხიზნდეს, გოს მოეგოს, ჩვენი დრო ძალიან მცირეა. ახლა ჩვენ ვართ მარხვაში, სინანულში, პატიებაში. უნდა ადამიანი მოტრიალდეს, მოვიდეს ტაძარში, ღმერთს შენდობა და პატიება სთხოვოს. ღმერთმა ამის ნიჭი და უნარი მოგცეს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაკურთხოთ.